მოგესალმებით მეგობრებო, მე ელოვარ და ჩემ ქრაშების ციხეში აღმოჩნდით. Ვერ თქვენგანს გქონია, რომ ძალიან ბევრი ქრაში მყოლია ჩემი 22 წლიანი ცხოვრების განმავლობაში. და არც ისე ბევრი ქრაში მყოლია. ეს ადამიანებიც რო გამიხსენებინა, სადღაც 1 საათი ვფიქრობდი, აი რაღაც პერიოდში, რაღაც ცხოვრების პერიოდში ვინ მომწონდა, რატომ ქრაშავდი და ასე შემდეგ. და ძლივსილობით შევაკოდეთ და ეს 23 ადამიანი. ხო და დავიწყოთ ახლა გადავაწევთ ქრაშები. მეს მაინტერესებს რა, თან მინდა რომ ჩემთან დავცინო ეს რატომ მოგწონდა რაღაც ესეთი ვიდეო იქნება ჩემი აზრით. მართლა იმას ვიტყვი რომ ცია დიდი ხანი აღარ გადამეღია და ჩემს წერებში აუცილებლად მოყოფილიყო ქრაშების ციელი ხალხი, იმიტომ რომ ჩემი ქრაშებით მე მგონი ძალიან დიდი წაგებაც ჯგუფშიდაც და ისედაც და მის მინდა რომ ეს ქრაშების ციელი გადამეღო. ხო, სულ გვაქვს 5 ციელი, ეს არის იდეალური, ანუ ყველა კომპონენტში საოცარი ადამიანია. მეორე არის ცეცხლი, ანუ საოცარი რაღაც ესეთი ცეცხლოვანი ტიპაჟი როა. საუბრალოდ საყვარელი ცეცხლის გარეშე, შეცნობა, ანუ შეცნობაში გულისხმობ რაღაც პერიოდში რომ ელოს მოწონდა, ჩემს წარსულ პიროვნებას, ჩემს წარსულ ვერსიას რომ მოწონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი მოსახედიდან რომ მგონია რომ შეცდომა იყო და არ უნდა მომწონებოდა. ხო, ეს შეცდომა გავიგეთ და ბოლო არის What the fuck? რაჯანდაბაა, ანუ საერთოდ რომ ლოგიკასაც რომ ყოველ რატომ მომწონდა, ან რატომ რა უნდა დაერჩა აქ. წერები გავიგეთ, ახლა მოდი დავიწყოთ ამ ადამიანების გადანაწილება. პირველი რაღაცა ისე მოხდა არის აჰა. აჰას ქართველ გოგოების უმეტესობას აჰა დარწმუნებულად დანაქრაში ერთხელ მაინც ეყოლებოდა და მეც დაქრაშული მყავდა. რაღაც პერიოდი ერთი წელს რაღაცა ვქრაშავდი. დღევანდელი ელოს აღარ მოწონს რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მაინც იყოს კიუტი. ეს თაიქი თქო არ არის. ოთო ფონდაშულზე გეტყვით რომ თავიდან დაიწყო სეკვანდორსკოვები და ნუკლისთან დაიწყო და ძალიან გულშემატკივრად ძალიან მომწონა და მაშინ მართალია ეს სიტყვა ქრაშის პოპულარული და რაღაც არ იყო, მაგრამ ეხლა დამსხვერპლი ნაშგარად ქრაში იყო. მაგრამ მაინც მგონია რომ შეცდომა, იმიტომ რომ დღევანდელი ტაიპების რაღაც კომპონენტი არც ეს ჩაჯდება, ამიტომ მაინც შეცდომაში უნდა გავიყვანო. მომწევით ხო? ენერგიების რილსები მაქვს სავსე მთელი ძიენები წარმოვიდგინეთ ინსტაგრამზე. ანუ მაგრამ ძალიან ხოთკაცია, ძალიან კარგი ტიპაჟია და რა თქმა უნდა აქ უნდა იყოს. ორი მერტი ყავს, ერთი მერტ რამაზან დემირია და მეორე ყოთა თქვა და არ მახსოვს, მაგრამ ამოგინათ ვიდეოზე. და ეს მერტი მომწონდა, აი ტელევიზორში რო სერიალი გადიოდა, წითური თები რო ყავდა, თუ გახსოვთ რავი. აი მანდ ძალიან მომწონდა, უბრალოდ დღევანდელი გამოსახედიდან აშკარად შეცდომა, იმიტომ რომ დღეს არანაირად არ მომწონდებოდა, იქიდან გავდები რომ ეს მერტი რამაზან დემირზე ვიყავი დაქრაშული. ძალიან დიდი ხანი. ანუ სერიალი მე ქალთანაში სახლიდან თუ იცით, პროცედებას წეს გოგონებს მაინც აი მანდ არის თავარ როლში, ანუ მე ქალთანი არის, მე ქალთანის როლს თამაშობს. და მანდ დავიქრაშე, ცეცხლი ვერა, მაგრამ კიუტი ნამდვილად არის. და იქიდან გამომდინარე ეს მერტი მომწონდა, ის მეორე მერტი აღარ მომეწონებოდა დღევანდელი მოსახედიდან, იმიტომ რომ ანუ ჩემმა მერტმა მეორე მერტს ახია შეყვარებული. ან აქ სარაჯოგლო იყო იმის ყოფილი შეყვარებული და ეხლა ამისი. ხო, ვიცი რომ ეს ინფორმაცია ძალიან გაინტერესებდათ, მაგრამ ნუ დაკავშირებული ფაქტი იყო და აუცილებლად მომეწოდებოდა თქვენთვის. ნამდვილად არის ქივანში. ხო, სახელებს იმედი ასწავლა მოგებით რომ თურქული სახელებია და არ ვიცი გასწავლე როგორ იქნება, მაგრამ როგორც ვიცი და როგორ თვლია, ეგრე ვამბობ. ქივანში არის ერთ-ერთი წითური მე მგონი ამ ჩამოყალში, ვინ წოდეს მე მომწონებია და მიკრაშავს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნუ დღეს ხა აღარ მომწონს იმდენად, მაგრამ მაინც საყვარელში გავიყვანოთ. ეს მინდა. ხო, ანუ ჩემი ერთ-ერთი სირცხვილი გახოთ მეგობრებო, პიტეტებიცონ. მოკლედ, თუ ადამიანი კარგად ხადაობს, შემიძლია რომ ცხოვრება დავიქრაშო და დავდვნე, რა გავაკეთო და ეს და ვიცოდეს ეგრე ვიყავი, მაგრამ ეხლა ცალსახად რაჯანდაბაში უნდა გავიყვანო, იმიტომ რომ მართლა რაჯანდაბა აელოს რა მოგაწონა. კაი, ბაბე. ნუ ვიცი რომ ძირითადად არგუმენტი რაც აქვს, რომ დეიტინგ ისტორია რაც აქვს. მაინც ამაც ახალბილო არ არის, ვიცი, მაგრამ არა უშავს, ანუ სიყვარული და დაქრაშვა ზოგადად იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მოაპატიოთ თავის შეცდომები. ხო და მე ვპატიობ და თქვენ ახლა თუ არ პატიობთ, ეგ თქვენი საქმეა, ამიტომ ვიჩი გავიყვანეთ. სმაილი, from შიროოტიპი იყო. სმაილი. მაგას რა ქვია, არ მახსოვს რა მომანათებაქაც. ინსტაგრამს, რავი, გიორენდერს გადადით. რაღაცნაირად ან დავიქრაშე რა სერიის განმავლობაში ძალიან მომწონდა და ჯანდაბაში უნდა გავიყვანო, იმიტომ რომ რა მომაწონა ეს არ ვიცი, უბრალოდ ეს რაღაცის რო ვუყურებ ხოლმე, შეიძლება ადამიანი იმ შემთხვევაში როლში ვინც არის, ეგ მომეწონოს თან, რაღაც თან დამოკიდებული გავხდე ტოქსიკურად და ესეც შემთხვევა იყო ეს. გახოთ ჯოშუა სტრადოვსკი. ხო და ეს ტიპი თამაშობს დროის ბორბალში, ეგრე ქვია მგონი სერიალი The Wheel of Time. ხო და პირველ სეზონში არ მომეწონა, მაგრამ მეორე სეზონში რაღაცა ძალიან ისეთი ქარიზმატული იყო და მოდი ამასაც ცეცხლში ჩავსვავ ინგლისურ გვერდით. ჯეფრი 딘 მორგანი, რომელიც როგორც Walking Dead-ში მომეწონა, მიუხედავად რომ თავიდან როლი არ მომწონდა დიდად და მე მიუხედავად ისეთი განვითარება მოხდა, რომ მანდ დავიქრაშე და Grey's Anatomy-ში თამაშობდა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე საკმაოდ ასაკშია, მაგისთან მიუხედავად მე ძალიან სიკვდილო და ქარიზმატულია, ასე რომ ჩემი ჯეფრი უნდა ჩავსვა Q-ში, რა თქმა უნდა. ანუ Swift-ი აქ ვინც ხართ, მე Swift-ი არ ვამთვალოთ, მაგრამ აი Travis-ის კონტექსტში შეიძლება Swift-ი მიწროთ, იმიტომ რომ სადღაც 4 თვის განმავლობაში თან ისე ვიყავი დამოკიდებული და თან მაღალ დონეზე მყავდა მაგის ქრაშობა აყვანილი, თუმცა დღეს უკვე იქიდან გამომდინარე რომ ტეილორს რაღაცა არ შორდება და შეიძლება დაქორწინება კიდევაც შანსები აღარ აქვს, ასე რომ იმედები დავკარგე. შესაბამისად, Travis Kelce იყოს Q-ში. Mark Lionel-ოვი თუ რაღაცა იგი გვარი აქვს ამას. ხო გითხარით, რომ უცნაური იუმორის და კარგი იუმორის მქონე ხალხს მარტივად ვიქრაშებით, რომ მარკიც გავიცანი სიცილის ლიგაში, ლიგას მიხარქვია, უკრაინული პროექტია და აი, ძალიან სასწაული იყო ეგეთი. ჩემ ბულში ერთი ადგილი უეჭველი შედახული გაქვს და მობრძალი თქვა და ანუ ინსტაგრამზეც აქტიურად გადავანათვალოთ და შორის ჩემს სტორიებს ნახულობ ხოლმე. იმიტომ რომ ერთ-ერთი მაგის ვიდეო გადავაზიარე და მაგიდან ნახა. მარკი იყოს თქვა ცეცხლი ვერა, მაგრამ Q-ში იყოს მარკი. PewDiePie ამაზე მარტივად ვიტყვი, რომ თუ გოგო ხარ, რომელიც YouTube დიდი ხანია თვალსაჩინოს, შანსია რომ ერთხელ მაინც PewDiePie არ დაგეკრაშოს და არ დაგკრაშოდა. ამიტომ აქაც იყოს და ძალიან ხარია რომ PewDiePie თავისი ოთნება რა თქმა უნდა აისულა, ეხა უსაყვარლესი ოჯახი ყავს და იაპონიაში ცხოვრობს, კორეაში. იაპონიაში ცხოვრობს და რომელიც PewDiePie თვითონ ამისულეს ყველა ჩემი ოცნება და თქვენ რა თქმა უნდა ვიძახა ამ ვიდეოს უყურებთ. PewDiePie ცხადია მიდის Q-ში და შემდეგ ყავს უკვე Weekend-ი. Weekend-ი რა თქმა უნდა mistake უფროა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ძალიან ისე ვიყავი ტოქსიკურად ვიჯაჭვული თითქოს და დღეს რო ხედავ, კიდევ არც ვიზუალურად არ არის მაინც და მაინც ისეთი და მუსიკალური შემოქმედება, ну окей, მომწონს. შემდეგი არის გონგიო, ანუ კორეელებიც ძალიან სიმპათიურები არიან, მაგრამ ყოველ გონგიო მოხდა ამ ჩამოთვალში, რომელიც აუცილებლად უნდა გავიყვანოთ Q-ში. Brad Pitt-იც იგივე ალტერნატივა, ანუ იგივე მიზეზით მოხდა ჩემ ქრაშებში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კაცებს უცხოვია და მეც წამქრაშა პატარაობაში. ამიტომ Q-ში ესეც. ანუ შემდეგი არის Robert Pattinson-ი, რომელიც მე Twilight-დან არ დამქრაშავს, რა თქმა უნდა, და დავქრაშა Harry Potter-ში, რომ თამაშობდა Cedric Diggory-ის როლს, და მაშინ ამის სიკვდილზე რო ვიწირე, მაგრამ მეგონი არაფერი არ მიგერია. და ძალიან სიმპათიური რაღაცა, ანუ ბავშვობის ქრაშია ერთ-ერთი. აქ გავიყვანდი, ანუ ცეცხლში, იმიტომ რომ რაღაცნაირი ძალიან ისეთი აღნაგობა და ისე აქ ვაიბი აქვს, რომ აი ძალიან ცეცხლოვანებია ჩემთვის ვიმეორებ. Criminal Minds Matthew Craig უბრალოდ გამო რამდენი უყურებ. აი აწეს შეიძლება. დიახ. ანუ უბრალოდ Q-ში გავყავს ეს ადამიანი, მართლა უსაყვარლესი და უკარგესია. ესე გამეთ, ანუ ხო, ეხლა ჩემი ცეცხლოვანი UFC-ს ბიჭები, ეს გახლავთ პირველი და თქმა უნდა ხამზადი. ჩემი ხამზადი. მართალია ვიზუალურად რაღაც ცოტა ისეთი უხეში გარეგნობა აქვს, მაგრამ ძალიან ცეცხლოვანი ვაიბი აქვს და ჩვეულებრივი ბორზი, ანუ ბორზის ხალისით ნიშნავს მგელს. ხო, ესეთი კომპეტენტური და ვისწოდი ადამიანი გახლავართ. ხო. ვინც ხამზადის ქრაშობაზე დამცინოს, ჯერ თავის ქრაშებს გადახედოს, მოდი ამასაც ვიტყვი. და მეორე ქრაში ისე UFC-დან გახლავთ Shavkat Rakhmonov-ი, რომელიც ასევე ცეცხლოვანია. და ეს ჩემი ორი UFC-ს სიყვარული. როგორც სასწაული მებრძოლები არიან, ასევე ვიზუალურად რაღაცნაირი ვაიბებითაც ძალიან მომწონს. და ბოლოს ორი დაგვრჩა, ერთი არის სირცხველი კაცობრიობის და ჩემი ქრაშების ერთ-ერთი სირცხველი და მეორე გახლავთ უბრალოდ იდეალური ადამიანი. ეს სირცხველი რა თქმა უნდა არის ლიამი. ლიამი თალსახად არის რაჯანდაბაა, მაგრამ მადლობა რომ მაინც ვთხოვა თავის ნამდვილი სახე დაგვანახა, თავისი რეალური ფერები დაგვანახა და ადამიანი იდეალურობა რა თქმა უნდა გახლავთ ჩემი თემობაური, რომელსაც მამისთელი ცხოვრება აქვეშავდა, მომწონს და მიყვარს და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თქვენ შეიძლება Twilight-დან გახსოვდეთ ან კიდე Stranger Things-ში თამაშობს Vecna Souls. თავის ბენდიც აქვს Counterfeit-ი, თუ Counter ხო ეგრე იკითხება მე მგონი. საბოლოო ჯამში ჩემი თიერით კმაყოფილი ვარ. დამწერეთ კომენტარებში ამ ადამიანებიდან ვის ქრაშავდით. და მე ვიდეოსებია თუ გაქვთ კიდე რასაც ისურვებთ რომ გადავიღო აუცილებლად ამ კომენტარებში და ვეცდები რომ გავიცვალისწინო. აუცილებლად არ დაგავწყდეთ ვიდეოს ლაიქება და არხის გამოწერა, იმიტომ რომ ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია ეს ყველაფერი.
ხო, და ჯგუფშიც შეგიძლიათ დაგვემატოთ, სადაც ძალიან კარგი, საყვარელი და ულამაზესი ადამიანები ვართ და ერთმანეთს ვუზიარებთ მიმებს და სიახლეებს. ეხლა კი დავიფრთხილებით ნახვამდის და შემდეგ ვიდეომდე.